ოკუპირებული ტერიტორიების გვერდით მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე მუშაობას განაგრძობენ სამთავრობო კომისიის წევრები და დღესვე საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებს კიდევ ერთხელ ესტუმრებიან. სამინისტროების წარმომადგენლები ენგურისპირა სოფლებს ეწევიან და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნობიან. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, დროებითი კომისიის წევრების შეხვედრებს ზუგდიდსა და წარენჯიხის რაიონის სოფლებში გამართავენ. დავით ნარმანიას თქმით, საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ სამთავრობო კომისია 29 ოქტომბერს ჩანიშნულ სხდომაზე ებრძოლებს. დღეს გაიმართება შეხვედრა ენგურისპირა მოსახლეობასთან, როგორც კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობასთან, რათა ჩვენმა სახელმწიფო კომისიამ მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა კიდევ ერთხელ ნახოს და დააზუსტოს ადგილზე არსებული მდგომარეობა, საჭიროებები, რაც ამ ადამიანებს გააჩნიათ, როგორც სოციალური, ასევე ინფრასტრუქტურული და ყოფითი პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით და შემდგომ 29 ოქტომბერს დაგეგმილ სხდომაზე ვიმსჯელოთ ამ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აქცია რუსთაველი